ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს დღეს უნდა წავიკითხოთ მოციქულთა საქმეების 23 თავი. და წინა თავში გახსოვთ, ხო? პავლე მოციქული რომ დაიჭირეს, შემდეგ პავლე მოციქულმა თხოვა 1000-ის თავსო მომეცი უფლება რომ გავიდე ხალხს მიმართო და ახლა 23 თავი პავლეს სიტყვით იწყება. პავლეში წმინდა პავლე მოციქულის სიტყვით. მიხედა პავლე შესაკრებელს ამას და თქვა: კაცნო ძმანო, მე ყოვლითა გონებითა კეთილითა მოქალაქო ღმრთისა მიმართ. ვიდრე აქა დღემდე. პავლე მოციქულის მიმართვაში არის მნიშვნელოვანი რაღაცა რა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მის მოკვლას ცდილობს, ზოგი იქაურულ გულშემატკივარი შეიძლება იყოს რამოდენიმე, ხო? მას მიმართავს როგორც ძმებო. ჩვენ ქრისტიანებს გვჯერა, რომ ჩვენი პირველმშობლები იყვნენ ადამი და ევა და შესაბამისად ყველანი ვარ დები და ძმები. ამ გაგებით ამ კუთხით რა. და სწორედ ასე უდგება პავლე მოციქულიც რა. პავლე მოციქული მიმართავს ებრაელებს და მათ ძმებს უწოდებს. ხოლო მღვდელმოძღვარმა ანანია უბრძანა წინა მდგომელთა მათ მისთა პირსაც ემა იმისი. და პასუხი როგორია? ანუ ადამიანი მას როგორც ძმები ისე მიმართავს და მღვდელმთავარი ანანია იქ ბრძანებას გასცემს, რომ მაგასო დაარტყით რა. აი ესეთი, ვიტყოდ დღესაც ანალოგიური რაღაცები ხდება ჩვენ გარშემო, ხო? შესაძლებელია კი არა და ასეა, ეკლესია ყველა უყვარს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მას გარკვეული მომენტი ხდება და სასულიერო პირები ცოტა ისე ვერ იქცევიან, როგორც უნდა მოიქცნენ, მაგრამ ეკლესიის სწავლება, ეკლესიის მიდგომა და სასულიერო პირთა უმრავლესობის მიდგომა არის სწორედ ქრისტეს მიერი, ხო? და როგორც ყველას, როგორც თავი ძმებს და დებს, ისე მიჩერებია ეკლესია. და ნაცვლად ამისა რას გებულობთ ჩვენ მეორე მხრიდან სიძულვილს უსიყვარულობას ხო მეტიც ახლა გაბოროტებული ადამიანები ჩასაფრებული ადამიანები რომლებიც ცდილობენ ეკლესიაში ეკლესიის მსახურებში რაღაცა იპოვონ და იპოვიან იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ ხო ასეა რა ჩვენს რაღაცა გვიშლება და შესაბამისად ქრისტე გაასამართლეს და ჩვენ ახლა ტალახი რო გვისროლონ და დაგვსაჯონ და რაღაცა ცილი დაგწამონ ეს ზანა გაგვიკვირდა რა პავლე მოციქულს კაცი რომელიც იყო გამორჩეული ებრაელთა შორის რომელიც როგორც ძმებს მიმართავს და ამ დროს მღვდელმთავარი რომელიც უნდა იყოს მაგალითი სიმდაბლის სიყვარულის და ბიბლიური სწავლების ბრძანებას გაცემს უცემეთო მაგას რა მაშინ პავლე თქვა მას ცემაი შენი ეგულების ღმერთსა კედილო განგოზილო განგოზილ კედელში რა იგულისხმება პავლე რას გულისხმობს ხო სახარებიდან ხო გვახსოვს და რას გულისხმობ ახლა მე რა უნდა გვახსოვდეს ჩვენ ვიცით რომ ებრაელები ადამიანებს მარხავდნენ ღმერთში ხო და იმისთვის გამო რომ მიცვალებულთან შეხება ითვლებოდა ცოდვად და გაუწმინდურებად ამიტომ ამ მიცვალებულის სამარხებს ქვას მიაგორებდნენ ამ ქვას ღებავდნენ ხოლმე კირით ამით ადამიანები ხვდებოდნენ ეს არის საფლავი და მასთან შეხებაში ამ დროს როგორია გარედან ლამაზები ჩანდნენ როგორც წერია წმინდა წერაში მაგრამ შიგნით არისო სიმყრალით სავსეო ხო ასევე პავლე მოციქული კაც რომელიც უსამართლოდ მისცემას ბრძანებს აი ამ საფლავს და კირით შეღების საფლავს უწოდებს ანუ გარეგნულად შენო რაღაც იერი გაგვით რომ მართლმორწმუნესი ამ დროს შინაგანად ხარ გარყვნილი და გათახსირებული ადამიანი ხო და შენ ზიმ საჯულად ჩემდა მსგავსად ჟულისა და უჟულოდ ბრძანებ ცემა ჩემდა ამ პავლეს სიტყვებიდან კიდე ერთი რაღაცა მომენტია რომ პავლე თავს იცავს ხო პავლე ამბობს რომ რატომ ცემთო რატომ უნდა მცემონ უბრალოდ რა ანუ ჩვენც გვაქვს უფლება როდესაც ჩვენ მიმართ ვიღაცა ბრალს ააღენებს ჩვენც ვთქვათო რატო გვაქვს პავლეს კაცო რა არგუმენტი რა საფუძველი საიდან კაცო ხო ხოლო წინაშე მდგომელთა მათ ხეს მას მღვდელმოძღვარს ღვთისას აგინება ახლა ერთი კითხვა ისმის ჩვენ ვამბობთ რომ პავლე მოციქული იყო წინა წერილიდან ასე ჩანს ხო ფარისეველი იყო მორწმუნე ადამიანი რომელიც ესე მღვდელმთავრის ბრძანების შესრულებლად მიდის დამასკოში რომ დაიჭიროს ქრისტიანებს. ამ დროს მღვდელმთავარს ვერ ცნობს, აქ ასეთი პასუხი არის რომ ძველად ებრაელებს ყავდათ ერთი მღვდელმთავარი. ეს მღვდელმთავარი უყდებოდა მე ირჩევდნენ ახალს, მაგრამ რომაელების ბატონობის დროს მღვდელმთავრის თანამდებობა გახდა როგორც ესე იგი საპატიო თანამდებობა, რომლის მოპოვებაც ფულის და ნაცნობების საშუალებით შეიძლებოდა. და შესაძლებელი იყო
რომ ერთი მღვდელმთავარი სანამოკვდებოდა შეიძლება გადაიყენებით ახალი დაინიშნა. მღვდელმთავრების ცვალებადობა ძალიან ხშირი იყო და შესაბამისად ალბათ სავარაუდოდ პავლე შეიძლება ვერ იცნობდა და ვერ იცნო ანანია, ხო? მაგრამ როდესაც იღებულობს პავლე, რომ ეს არის მღვდელმთავარი, რა პასუხს ემს? ძმანო, რქვამათ პავლე, არა ვიცოდე ძმანო, ვითარმე დაარსიგე მღვდელმოძღვარ, რამე თუ წერილარს, თავარსა, ერისა, შენისასა არა რქვა ბოროტი. და საოცარი სიტყვები პავლეს, რომელიც ამხილებს იმ ხალხს, რომელიც დღეს ეკლესიას ტალახსვრია. მიუხედავად იმისა, რომ ანანია იყო რბილად რო ვთქვათ, არ იყო კარგი ადამიანი, არ იყო პატიოსთან მაცხოვრებელი, მიუხედავად ამისა, პავლე მოციქული ამბობს, რომ პატივი უნდა ვცეთო ჩვენა. გამიგეთ? და დღევანდელი ლიბერალების და ეკლესიის მტრების გასაგონად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სასულიერო პირი ვერ იქცეოთ ესე როგორც საჭიროა, ადამიანს კი არა, მის მსახურებას უნდა ცეპატები, იმიტომ რომ მღვდელი მსახურება არის ის საპატიო მსახურება, რომელიც დააწესა არა ადამიანებმა, არა პარლამენტმა, არა ვიღაცებმა, კაცთა კანონებმა, არამედ ღმერთმა დააწესა. და შესაბამისად, სამგლო პატივისცემა არის თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულება. პავლე ასე აკეთებს ყოველ შემთხვევაში და თუ ჩვენ ქრისტიანებაზე პრეტენზია გვაქვს, ჩვენ უნდა ვბაძავდეთ პავლე მოციქულს, რომელიც არასწორად მაცხოვრებელ და ცუდ ასე ვთქვათ, რბილად ანანიას პატივისცემს და სიტყვით ამას ადასტურებს, ხო? ვითარცა გულისხმაყო პავლე და ახლა პავლეს შემდეგი მუხლები ჩვენ გვაჩვენებს პავლე მოციქულის გონიერებაზე, ხო? და რა იგულისხმება ამ სიტყვებში. ვითარცა გულისხმაყო პავლე, ვითარმე ერთკერძო იგი კრებული ფარისეველთა იარს, ერთკერძო სადუკეველთა. ვინ იყვნენ ფარისეველი და სადუკეველი? ჩვენ ხშირად ვისაუბრია ამაზე. ფარისევლები იყვნენ ჯულის ეთნიკურიათ დამცველები, მათ ზეპირად იცოდნენ ფაქტიურად წმინდა წერილი ზოგიერთმა, რა ყველამ არა. ისინი სკრუპულოზურად ცდილობდნენ ღვთის ძველი აღთქმის საფრთხე ჯული ყველაფერი შეესრულებენ. სადუკეველია მათ საპირისპირო ეს იყო რა მიმდინარეობა, ადამიანები, რომლებიც კომფორტში ცხოვრობდნენ, ხო? დღეს როდესაც მაგალითად ეკლესიის ისტორიაში არის მაგალითები, როდესაც ადამიანები ხდებიან სასულიერო პირები იმისთვის, რომ პატივი მიიღონ. და მათში რწმენა არ არის. ანუ ფაქტიური ასე არის, ფარისევლები არიან, ესე იგი კანონის და ჯულის ხალხი, სადუკეველები არიან რეფორმატორები, ეკუმენისტები, ლიბერალები. აი ესეთია ორი ურთიერთსაპირისპირო ბანაკი. ეს რომ დაინახა და ესენი ყველა გაერთიანებული არიან. ვის წინააღმდეგ? ღმერთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ღმერთისთვის ერთიც საზულველი იყო, ერთი მიდგომას და მეორეც. ღმერთის საზულველი კი არ არის ჟულის დაცვა და კანონების ზედმიწევნიერი დაცვა. უბრალოდ ამის ანუ სიტყვის და წერილის ღმერთზე და ადამიანზე მაღლა დაყენება არ არის სწორი. თორე ის რომ საფრთხე უნდა დავიცვათ, უნდა ვიმართლოთ, უნდა ვეზიაროთ და აღსარებად ვთქვათ, ამაზე არ არის საუბარი რა. ხო და პავლემ ეს რო დაინახა, მიხვდა რომ აქ ურთიერთსაპირისპირო ადამიანებია რა ხრიქს მიმართა. და ამბობს პავლე, ვითარცა გულისხმაყო პავლე, ვითარმე ერთკერძო ხო როგორც სადუკეველთა